შემოგვიერთნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი. სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და შევაჯამებთ წელს თუ რამდენად ნაყოფიერად დასრულდა 2025 წელი. დილამშვიდობისა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. გილოცავთ ასევე მივესალმები მაყურებელს. გვინდა ვისაუბროთ ბუნებრივია პროექტებზე და შევაჯამოთ ერთგვარად წლევანდელი წელი და დავიწყოთ უახლესით. რამდენიმე დღის წინ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ღონისძიება, საკვირაო სკოლების შემაჯამებელი ღონისძიება, რომელშიც 1000 ბავშვი ადამიანი მონაწილეობდა და ამის შესახებ რომ გამომარტოთ და მთელი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში სათქმელი არის ის, რომ ყველა ჩვენი საქმიანობა და მცდელობა პირდაპირ უკავშირდება პატრიარქის მიერ დასახულ გზას. ის იყო ძალიან თამამი ამ სამისიონერო გზების ძებნაში, ხალხამდე მისვლაში, მან გააბა ეს ხიდები საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან და პირველ რიგში ჩვენი სამსახურის ვალდებულებად მივიჩნიეთ ის, რომ გაგვიახლებინა ეს მეთოდები, რომ საზოგადოებას ქონოდა მეტი ჩართულობა იმ სიკეთეებში, რაც ეკლესია შეუძლია მიცეს მას. ამ სულ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ზედამხედველობას უწევს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო და ეს ჩვენი გუნდი ზედმიწევნით ამ კურთხევის შესრულებით ნაბიჯ ასრულებს იმ იდეებს, იმ პროექტებს, რომელიც იბადება იმ მსჯელობის დროს, რა შეიძლება გაკეთდეს. და ეს პირველი სივრცე, სადაც შეიძლებოდა რომ ეს ჩვენი მოსაზრებები განხორციელებულიყო, იყო რა თქმა უნდა ტაძრის ეს საკვირაო სკოლებისთვის, რაც შეიძლება გამოყენებულიყო ესეთი სივრცეები და დავიწყეთ ამისი კეთება. ჩვენ ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, რომ სახელმწიფოსთან მჭიდროდ ურთიერთობთ აი ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან გვეხმარება მათთან კარგი ურთიერთობა იმაში, რომ ბავშვებთან შევძლოთ ჩვენ საფრთხო სიტყვის და საფრთხო სწავლების მიტანა. როგორც გითხარით, საკვირაო სკოლებში დაიწყო ეს და აქ შეზღუდვა არანაირი არ ქონდა, ნებისმიერი ექსპერიმენტის ჩატარება შეგვეძლო. ექსპერიმენტში გულისხმობ იმას, რომ ვეძებდით გზებს, ექსკურსიები იქნება ეს ბავშვებისთვის, მოსალოდსა წასვლასადმე, რა იქნება ყველაზე უფრო ეფექტური იმისათვის, რომ თანამედროვე ბავშვმა, რომელიც არის ჩართული გაჯეტებში, რომელიც არის აი ამ საინფორმაციო უშველებელი ნიაღვრების მასში გარემოცვაში მიაქციოს ყურადღება ამას. და აღმოჩნდა, რომ ბავშვებს აქვს ძალიან დიდი სურვილი და მოწყურებული არიან, რომ ღვთის შესახებ რაღაც მოისმინონ, ეკლესიის შესახებ მოისმინონ უშუალოდ მოძღვრისაგან. მთავარია გქონდეთ შესაძლებლობა, ხო, ბუნებრივი რაზეც. დიახ, და ეს შესაძლებლობა გააჩნდა თუ არა დაფინანსების საშუალება, ჩვენ წავახალისეთ კვლავ ეს სკოლები. მოგეხსენებათ კოვიდის დროს ძალიან შეიზღუდა შეკრებები და მაშინ დიდი ზიანი მიადგა ამ კერებსაც. და მე ამისი აღდგენა ესეთი მარტივი აღარ არის. ამიტომ საჭიროება შეიქმნა ამის წახალისების, ჩვენ ეს პროექტი წარვადგინეთ, ჯერ მეუფე შიოსთან, მერე პატრიარქისგან ლოცვა კურთხევა ავიღეთ და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პროექტი იყო ძალიან წარმატებული. ძალიან ეფექტური, გარდა იმისა, რომ თქვა ტრადიციულად ამ საკვირაო სკოლებში ხელსაქმე არის, გარდა ამისა კიდევ დავამატეთ გარკვეული აქტივობები და შემდგომში ეს უკვე გადავიტანეთ მე ღირებულებითი განათლების პროექტში და მამაგურამი გააგრძელებს ახლა და მე დაუბრუნდებით ისევ კონკრეტულად პროექტების შესახებ და ღირებულებითი განათლების პროექტს. ღირებულებითი განათლების შესახებ ვისაუბრებდეთ, მანამდე თქვენც როგორ ვთქვათ ღონისძიების შესახებ, როგორია თქვენი შეფასება? პირველ რიგში ძალიან გვახარებდა იმ მონაწილეების განწყობა. ვინაიდან ბავშვებიც, დიდებიც, დასრულებიც
სასულიერო პირებიც იმხელა სიხარულით მოდიოდნენ ამ ღონისძიებაზე, შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომ ხვდები ადამიანი, რომ მართლა ღირს ამისთვის მთელი წლის განმავლობაში შრომა. და იმასაც ვფიქრობთ, რომ შეიძლება ეს ღონისძიება გაორდეს, წელიწადში ვთქვათ ორჯერ გაკეთდეს, იმიტომ რომ მონაწილეების რაოდენობა ძალიან დიდია, ყველას უნდა რომ თავისი თავი გამოავლინოს წლის განმავლობაში, რაც იშრომა, რაც იღვაწა, რაც გააკეთა, ხელნაკეთი იქნება, სიმღერა იქნება, გალობა იქნება თუ სხვა ნომერი თუ პერფორმანსი. და ჩვენ უკვე რაღაცა შევიზღუდეთ, იმიტომ რომ ღონისძიება თვითონ დაახლოებით 3 საათი გრძელდება, 3 საათი ნახევარი თავის დაჯილდოებიანად. მადლობის სიგელები გადაეცა მოძღვრებს და რაღაცა ერთგვარი ეს არის დაფასება არის, წარმოჩინება არის და მათი განწყობაც ესეთი სრულად ეკლესიის სისავსე იგრძნობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგი. მნიშვნელოვანია კიდე ის, რომ აი ეს პროექტები, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ, არ არის ერთჯერადი პროექტები და ეს ერთგვარად ართულებს რა გაგებით, რომ არ არის მარტივი ამბავი, რომ ერთის მხრივ შექმნა პროექტი, გააკეთო ის პროექტი და ხარისხი მისცე და მეორეს მხრივ მთელი წლის განმავლობაში ეს მუშაობს და არა მხოლოდ მთელი წლის, ახლა მაგალითად საკვირაო სკოლა იქნება, ღირებულებითი განათლება იქნება, სხვა დღეს რასაც ვისაუბრებთ, ყველა პროექტი ჭირდება მუდმივი მხარდაჭერა. აი მაგალითად მარტო 130 საკვირაო სკოლა, ხო, მათთან კომუნიკაცია საჭირო, რა პრობლემები აქვთ, რა დახმარება ჭირდებათ, რა უკავშირების გამო მე ანალიზის გაკეთება და ასე შემდეგ. ასევე ღირებულებით განათლებასთან დაკავშირებით წარმოიდგინეთ, მარტო წინა წელს 130 საკვირაო სკოლა თქვათ თუ არსებობდა პირობითად დღემდე, დღეს უკვე წარმოიდგინეთ 150-ზე მეტი თანამშრომელი დაგვიმატა ღირებულებითი განათლების კუთხით. და არა მხოლოდ რუსთავში 103 სკოლა არის, ხო? დიახ, 103 სკოლა არის და ხა მარტო სასულიერო პირებიც კი არ არიან. აქ უკვე დაგვემატეთ დამხმარე მასწავლებლები, რომლებთანაც მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, ყოველკვირეული შეხვედრები გვაქვს, სამუშაო შეხვედრები და გაანალიზება ხდება ამ ყველაფრის, რომ ეს ამ ყველაფერმა ხარისხი არ დაკარგოს, იმიტომ რომ მეუფეში ოსლოს საკურთხევა იცით თქვენ და უწმინდესიც ყოველთვის ხაზს უსვავს იმაზე, რომ აქ მთავარი რაოდენობა არ არის, აქ მთავარი არის ხარისხი და ის გამოწვევა, რა გამოწვევაცზეც მამა ანდრია მისაუბრა, ის გამოწვევა არის, რომ თანამედროვე მოზარდთან, აი ეს რა ქვია, იმ რთულ სივრციდან ბავშვის გადმორთვა, შეჩერება და ღირებულებაზე და ფასეულობაზე და მნიშვნელოვან რამეზე საუბარი შეეძლო, რომ ეს მარცვალი თავის დროზე გაღვივდეს და რთულ მომენტებში ამ ადამიანმა, ბავშვმა სწორი ადაპტაცია განახორციელოს საზოგადოებაში. სულ რამდენი კლუბი შეიქმნა ამ ღირებულებით განათლების? 120-მდე კლუბი არის ეხლა თბილისსა და რუსთავის, ესე ვთქვათ, ქალაქებში, სკოლებში, საჯარო სკოლებში. სასულიერო პირები გადამზადდნენ. დიახ, რაც შეეხება გადამზადებას, ძალიან ინტენსიური გადამზადება იყო, თითქმის არ გავჩერებულ ვართ ამ წლის განმავლობაში. იცით თქვენ, რომ ეპარქიები დაგვემატა და ეპარქიების გადამზადება მხოლოდ, ესე იგი, 8 ეპარქია გადამზადდა ერთხელ, ანუ საბაზო გადამზადებით და პლუს მას 4 ეპარქია გადამზადდა ორჯერ, ანუ საბაზო გადამზადებითაც და უკვე ღირებულებითი კლუბის დაფუძნებისათვის და სერტიფიკატები გადაეცათ მათ. აი ბოლოს დავამთავრეთ, თითქმის იქიდან მოვდივართ, ასე ვთქვათ. და დიდი სიხარულია, აქაც ძალიან დიდი სიხარულია, ახლა მამაოს ვესაუბრებოდი, რომ სასულიერო პირების მზაობა და შემართება და ერთმანეთთან კომუნიკაციის და ამ პროცესის ჩართვის სიხარული იმხელა დიდია, რომ არ ვიცი აი როგორ გამოვხატო, როგორ გამოვცე, ალბათ ეს ყველაფერი თუ აისახება, მე აი აკუმულირდება და მივა მოზარდამდე და ეს განწყობა ეს გადავა იქ იმ საქმეში, ვფიქრობ, რომ აშკარა წარმატება გვექნება მაგ კუთხით. დიახ, მამა გურამ, აი ის რა პროექტებშიც ახლა ისაუბრეთ, ეს იყო განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას, ამის შესახებაც რომ გითხრათ, ჯარის ბანაკები 20 პროექტი განხორციელდა, სულ როგორც ვიცით, დეტალებზე თქვენ მოგვახსენეთ. ჯარის ბანაკებზე აი მე თათ შესავალს გაუკეთებდა მე მამა ანდრიასთანაც ჯობია რომ მამა ანდრიამ უფრო კარგად გაშაოს, მას ჰქონდა კომუნიკაცია, ზოგადადაც ხშირად გვაყვედრიან სახელმწიფოსთან მჭიდრო ურთიერთობას, რომ არ მოხდეს რაღაცა სხვადასხვა ფაზებში გადაკვეთა და უხეშ ჩარევები და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რა კომუნიკაციას, რა შეხებაც ჩვენ გვაქვს სახელმწიფოსთან, მაქსიმალურად გამოყენებული იყოს საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე. ეს არის პატიმრები, ეს არის ჯარისკაცები, ეს არის მოზარდები, ეს არის ახალგაზრდები. ჯარის ბანაკი იყო პროექტი, რომელიც
მართლა ღვთისწყალობით ისეთი ჩვენგან მოხდა ინიცირება, თუმცა მათაც ჰქონდათ უკვე რაღაცა მზა პროექტი, რომელთანაც როგორც ჩანს, ზუსტად შეერწყა და ზუსტად მაგაში ვსაუბრობთ, რომ ღვთის ხელს ვხედავთ, იმიტომ რომ როგორც ჩანს, ჟამი დადგა რაღაცის გაკეთების, ჩვენც ჰქონდა რაღაცა მნიშვნელოვანი მივაწოდეთ, მათთანაც დაემთხვა ეს თემა და უკვე 3 წელია ფუნქციონირებს ჯარის ბანაკი და აი რა ვიცი, ძალიან დიდი წარმატება აქვს ბავშვებში, ძალიან მოწონთ ბავშვებს. და იქ ეს ჩვენი კომპონენტი რაში მდგომარეობს, რომ ეროვნულ გმირებზე, წმინდანებზე, ღირებულებებზე მიდის გარკვეული პერფორმანსი, წარმოდგენა და მე ამის გარჩევა ხდება და საუბრები ხდება და ისეთი კარგი мотиваცია, რომ ერთის მხრივ ტექნიკურ რაღაცებს სწავლობენ, იარაღთან თუ ჯარისკაცთან თუ ამ სისტემის შესწავლას და მეორეს მხრივ ეს ღირებულებებთან კავშირდება, იმიტომ რომ თუ ღირებულებებზე არ დგას ეს ფიზიკური თუ ჯარის ცოდნა, მერწმუნეთ, რომ ძალიან ცუდად შეიძლება განვითარდეს ზოგადად ისედაც სკოლაშიც ესია. ცოდნა ღირებულებებთან შეზავებული. იმამა ვსხოვოთ, როგორ დაიწყო ეს თავდაცვის სამინისტროსთან სხვადასხვა კომპონენტებში თუ გნებავთ სიამოვნებით მოგისმენთ. როგორია თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროს? ცოტა შორიდან დავიწყებ. ჩვენ სამსახური როდესაც ყალიბდებოდა სამოდელოებას ძალიან უჭირდა გამკლავება იმ საინფორმაციო სივრცესთან და იმ პროცესებთან, რომელიც ამ სივრცეში ხდებოდა, იმიტომ რომ იყო საშინლად უდიერი დამოკიდებულება საერთოდ სასულიერო პირისთვის პატივისცემის გამოხატვის, ესე იგი 0 ხარისხი. ცდილობდნენ მაქსიმალურად დაეკნინებინათ, ჩვენ სამსახური არ ქონდა ჩვენ შესაბამისი ინსტრუმენტები ამასთან გამკლავების, არც პროექტები არ არსებობდა და წარმოიდგინეთ, აი ამ ველზე ხდებოდა მხოლოდ ნეგატივი. დავიწყეთ ჩვენ ამისი კეთება, რა თქმა უნდა, თავდაპირველად იდეა იბადება და მცდელობა, გულწრფელი მცდელობა იმისი, რომ სიმართლე გავიტანოთ და საზოგადოებამდე და ეს კომუნიკაცია შედგეს. ამიტომ ჩვენ მიმართავდით შრომას პირველ რიგში. შრომა იყო და შექმნა რაღაცის, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა საზოგადოებისათვის, ამოსავალი წერტილი, რომ ეს ყოფილიყო პოზიტივი, ეს ყოფილიყო შედეგზე ორიენტირებული. დროთა განმავლობაში მივიქციეთ ყურადღება. დროთა განმავლობაში აი ეს პროექტები, რომელიც საკვირაო სკოლებში დავტესტეთ და აღმოჩნდა, რომ იყო საინტერესო და ეფექტური. შევთავაზეთ მე ეს სახელმწიფოსაც. შევთავაზეთ სახელმწიფოს, რომ იქ სადაც კონცენტრაცია არის ბავშვების, ბანაკები იქნება ეს თუ სხვა რამ აქტივობები, მოესინჯათ ჩვენს მიერ გაკეთებული პროექტები იქ. და აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ საკვირაო სკოლების სივრცეში, არამედ ზოგადად ამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს. ამიტომ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს მივმართეთ ჩვენ იდეით, რომ ახალგაზრდებს აი იმ სივრცეში, სადაც პატრიოტული სული უნდა ჩამოყალიბდეს, შევამატოთ ქრისტიანული საფუძვლები, რატომ უნდა გიყვარდეს სამშობლო, რატომ უნდა გიყვარდეს შენი ხალხი, რა არის ეს სიყვარული და რა არის ეს თავდადება. და თავისებური სახე წარმოგვედგინა ეს მაგალითისთვის, როდესაც ესეთ ბანაკებში დადგმული არის სპექტაკლი 9 ძმა ხერხეულიძის შესახებ, ცრემლის გარეშე ვერ უყურებენ, ვერ დიდები და ვერც პატარები. თვითონ ეს სპექტაკლიც იმდენად კარგად არის გაკეთებული და რეჟისორი მორწმუნე ადამიანია და ისეთ დეტალებს ითვალისწინებს აი ამ დროს თანამედროვე ადამიანის ჩართულობის რაღაცა ესეთი მეთოდები არის იქ, რომ მაყურებელი პირდაპირ თითქოს მონაწილე ხდება აი ამ სპექტაკლში. და ესეთი არის ძალიან ბევრი. ქეთევან დედოფალზე არის სპექტაკლი. ჩვენ დავიწყეთ ეს ყველაფერი თემატიკა ავირჩიეთ პატრიარქის პატრიარქობის პერიოდში გამორჩეული წმინდანების შესახებ. გახსოვთ ძალიან დიდი საყვედურები იყო, რომ აი ეკლესია თითქოს რაღაცა ეროვნულ გზას ჩამორჩა, ნუ ყველაფერი ითქმებოდა მაშინ ნეგატიური ეკლესიის მიმართ და ჩვენ გადავხედეთ უბრალოდ იმ წმინდანებს, რომლებიც შეირაცხნენ პატრიარქობის დროს. სულ ყველა მათგანი არის აბსოლუტურად თავდადებული ერისთვის, თავდადებული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის, ავტოკეფალიისთვის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის, აღორძინებისთვის, სხვადასხვა დარგის, გალობა იქნება ეს თუ ხაწერა იქნება თუ სხვა რამ.
და ეს წარმოვაჩინეთ ჩვენ რომ აი პატრიარქი რა საგზაო ნიშნებს უტოვებს მომავალ თაობას. ვის უნდა მივბაძოთ ჩვენ? ეს არის ხალხი, რომელმაც სიცოცხლე გაწირა ქვეყნისათვის, ეკლესიის ერთგულებისათვის და ქრისტესთვის. და ნამდვილი მსახურება ქრისტესია, აი წარმოაჩინეს მათ. ამიტომ ეს თემატიკა თანდართული იმ სამხედრო განწყობასთან, რომელიც ბანაკებში უნდა იყოს, არის ძალიან თანხვედრაში და ძალიან ავსებს ამ ყველაფერს. ამიტომ ეს იყო ძალიან ეფექტური რამ. მე მინდა ერთი რამ არ გამოგჩეს და ვთქვათ, რომ როდესაც ჩვენ ამ პროექტებში შევდივართ და ამდენი სასულიერო პირი ორგანიზებულად ემზადება აი ამ პროექტის განსახორციელებლად, ჩვენ ხედავთ ერთ ძალიან სასიამოვნო სურათს, რომ სასულიერო პირები ყალიბდებიან როგორც პედაგოგები. მათ წლების განმავლობაში ექნებათ საშუალება აკადემიურ წრესთან ითანამშრომლონ. და გავიხსენოთ კონტრასტისთვის, გავიხსენოთ პერიოდი, როდესაც სასულიერო პირი ესეთ შემთხვევა მოხდა. თავისი შვილის წამოსაყვანად მივიდა სკოლაში და ატყდა ამბავი, რომ მღვდელი მოვიდა სკოლაშიო, დაურეკეს რესურს ცენტრს, რესურს ცენტრმა დაარეკა განათლების სამინისტროში. და იყო ერთი დიდი შფოთი განათლების სამინისტროს აი ამ ხაზზე, რომ მღვდელი როგორ მოხვდა სკოლაში. და ეს კაც თავის შვილების წამოსაყვანად იყო მისული. აი ამ შემთხვევას რო შევადაროთ ის, რაც დღეს ხდება, ეს არის ძალიან დიდი წინსვლა და ჩვენ უნდა ვთქვათ, ეს გადამზადება რას ნიშნავს კიდევ? გადამზადება ნიშნავს იმას, რომ გარდა იმისა, რომ მღვდელს აქვს განათლება სასულიერო და მას შეუძლია ილაპარაკოს მაცხოვნებელ მოძღვრებაზე, რომელიც ჩვენო მაცხოვარმა იესო ქრისტემ მოგცა, ამის გარდა მღვდელს სჭირდება პედაგოგიური უნარები, პედაგოგიური მეთოდების გაცნობა, რომ იქ ბავშვის ემოციის მართვა, გაითვალისწინოს კანონმდებლობა, რომ იქ რაღაცა ზღვარი დავდოთ, ყველა მღვდელი არის თავისთავად ლიდერი და მიჩვეული არის, რომ თავის სამრევლოში მას უნდა კითხონ ყველაფერი, მაგრამ აქ ცოტა იცვლება სიტუაცია. შევდივართ სივრცეში, სადაც ადმინისტრაცია სხვა არის. აქ ზღვარია დასაცავი. აქ გასათვალისწინებელია ბევრი რამ. და აი ამ უნარებს სწავლობს დღეს სასულიერო პირი, რომელიც შედის სკოლაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვნახოთ 5-10 წლის მერე რა იქნება ესეთი გამოცდილების მქონე სასულიერო პირები, რომლებიც საზოგადოების ესეთი აქტიური ნაწილი იქნება, ძალიან დაეხმარება საზოგადოებას იმაში, რომ ერთის მხრივ ეს იყოს აკადემიური გარემო აი ამ სასულიერო პირის გარშემო და მეორეს მხრივ აქ იყოს საღვთო სწავლება. მანგურამ საუბრობდით ჯარის ბანაკებზე, ასევე თქვა სპექტაკლების შესახებ ხომ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი ის, რა თქმა უნდა, მიღებული ემოციები ამ სპექტაკლების დროს, მეორე ამ ყველაფრის გააზრება, დისკუსია, საუბარი ამ ყველაფრის შესახებ, რომ ეს თავისთავად ძვალსადარბილში უფრო მეტად გაჯდეს და კარგად გაიაზროს თითოეულმა ადამიანმა, რომელიც დაესწრო ამ სპექტაკლს და შემდგომ უკვე ეს გადაიტანოს ცხოვრებაში, თუ რა არის მნიშვნელოვანი ის ღირებულებები, ასე ვთქვათ, ხო, სწორედ რომელიც მინიშნებებით არის სავსე. ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ, ერთია ჩვენ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია, მეორეა მიმღებლობა, ხო, რამდენად ხდება ამ ყველაფრის მიღება, დამოკიდებულება როგორი არის და აზრთა სხვადასხვაობა და გაცვლა. ზუსტად მნიშვნელოვანი საკითხია, ზუსტად ეს კომპონენტია, ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე მთავარი რაც ხელში უჭირავს სასულიერო პირს, აი ემოციური მხარდაჭერა მაგალითად და აი მესამე ხარისხის ცოდნის გააქტიურება, ასე ვთქვათ და ეს თანამედროვე სამყაროში ესეთი მნიშვნელოვანი და როგორ ვთქვა, გასაფრთხილებელი ამბავია, რომ აი ხშირად სკოლაში, იმიტომ კი არა რომ მასწავლებელი მაგალითად ვერ
თმევს ამ ამოცანას თავს, იმიტომ რომ რეალობა არის ძალიან რთული და ხანდახან მასწავლებელიც რაღაცნაირად გადაღლილია, გამოფიტულია, თითქოს რესურსი აღარ აქვს იმისა, რომ ის რომ ყოველდღიურობაში რუტინაში არის ბავშვებთან და აი ეს ემოციური მხარდაჭერა სრულად დათმობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მასწავლებლებიც ყოველთვის არსებობენ, რომლებიც ამას ყველაფერს ახერხებენ და მაგრამ აი ახლა სასულიერო პირის შესვლამ აი ეს გააქტიურა გაამხნევა სხვადასხვა მასწავლებელიც, რომელიც აი ამ კომპონენტში მუშაობს, ვთქვათ, ემოციური მხარდაჭერით ბავშვებთან, არა მხოლოდ რაღაცა თემით, კონკრეტული საგნით, არამედ ემოციური მხარდაჭერით გვერდში დგომით. აი მაგალითად რომ მოусმინოს ბავშვს, მაგალითად რომ უთხრას, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და უნდა გააგრძელოს სვლა. შეცდომა რაღაცა, რომელზეც შეიძლება, ასე ვთქვათ, თავიდან დაბრუნდეს, ადგეს და გააგრძელოს ნაბიჯების გადადგმა. აი ამ კომპონენტს ასრულებს სასულიერო პირი. ფაქტობრივად სასულიერო პირი აღმოჩნდა ეს კარგ შემთხვევაში და გვინდა რომ ეს შევინარჩუნოთ, აღმოჩნდა კეთილი, თბილი, შვიდი, სიყვარულით სავსე ადამიანი, რომელიც პირველ რიგში კი არ მოდის და გასწავლის და მე გთხოვს, რომ ეს როგორ არის და ასე შემდეგ. არამედ გისმენს, გესაუბრება, გითანაგრძნობს, გამხნევებს, გაძლიერებს, გესმით? ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სკოლაში. მე ახლა არ ვიცი როგორ შევძლებთ ამის შენარჩუნებას, თუმცა ალბათ ღვთისშეწევნაც გჭირდება, აი მამაურას თქვა უნარების გაძლიერებას და რა თქმა უნდა მუდმივი ჩვენ თავზე მუშაობა. და აქ უნდა აღინიშნოს კიდე რამოდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ამ პროცესს მოყვება. ეს არის თვითონ მასწავლებლებთანაც, როგორც თქვი, მასწავლებლის კომპონენტის გაძლიერება, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს. ეს არის სასულიერო პირის გაძლიერება, რა თქმა უნდა, როგორც მუდმივად უნდა გადამზადდეს, მობილიზებული იყოს, ხნეთ იყოს და რა თქმა უნდა, ბავშვზე მუშაობთ და ბავშვია მთავარი სამიზნე. თუმცა ბავშვის იქით კიდე არის ოჯახი, რომელზეც ეს ბავშვი გადის. აი თქვენ რაც ბრძანეთ, ხო? თუ შვილი მიდის ოჯახში და ერთი სიტყვა მაინც მიაქვს იმ სითფოსი და იმ გარემოსი, რაც ჩვენში შევქმენი და მივეცით. ჩათვალეთ, რომ ამოცანა მიღწეულია და ხშირად ეს ჩვენ ახლა უკავშირები გვაქვს ხოლმე, მშობლებთანაც გვაქვს ხოლმე კომუნიკაციები, მასწავლებლებს ხშირად, ახლა მაგალითად ვითვლიდით, წლის განმავლობაში დაახლოებით 20-მდე შეხვედრა გქონდა სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებთან, დირექტორებთან, მშობელთა კომიტეტები ქვია, თუ ესე იგი სხვადასხვა, ესე ვთქვათ, კომპონენტთან, სკოლის მმართველობით კომპონენტთან და იქიდან უკავშირებს ვიღებთ ჩვენ. ახლა კვლევას ჩატარდა, სხვადასხვა კვლევის შედეგები სულ მალე დაიდება. კვლევა იყო ჩატარებული მშობლებთან, ბავშვებთან, სკოლის დირექციასთან და სასულიერო პირებთან. რა უკავშირებია ღირებულებით განათლებას და ესეთი ვიცით რომ ეს ძალიან კარგი უკავშირებია და ასე ვთქვათ დოკუმენტის სახით ეს კვლევაც დაიდება. სასულიერო პირებსა და მათ როლზე საუბრობდით და საუბრის მიწურულს ჩვენი საუბრის დასასრულს მამა ანდრია აუცილებლად უნდა გკითხოთ და შევახსენოთ და ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს ბავშვეთის ტაძარზე თვეების განმავლობაში რამდენად დიდი როლი შეასრულეს სხვადასხვა მოძღვარმა, რომლებიც მორიგეობდნენ ტაძარში ამის შესახებ რაც რომ ვუთხრათ. დიახ, მადლობა. ჩვენ საყვედურობენ ხოლმე თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა რაღაცა იმ პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს და რამდენიმე სასულიერო პირმა ბევრი იმუშავა იმისათვის რომ წარმოეჩინათ საპატრიარქო თითქოს დააპირისპირებულია მათთან. მე გეტყვით პირველ რიგში გეტყვით რომ ესე იგი პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი რომ სუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის ზია ამაღლობელთან დაკავშირებით ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან, ერთხელ მეუფეშიო მუშაობ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი. არ მიეცა საკითხს მსვლელობა. ჩვენ ახლა ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა რომ ნებისმიერ ჩვენი აქტივობა რაღაცა პოლიტიკური პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ და რაც შეეხება იმ ღამეებს, როდესაც ეს ხდებოდა, ყოველ ღამე ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშვეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალხი, ვინც დაზარალებული იყო, თქვა ცრემსადენი გაზით და წყლით და ბევრი კადრებია ამის შესახებ. მამები თავად აწვეთებენ თვალში, აწვდიან რაღაცა წყალს, ტაძარში იფარებენ, ეზოში პირდაპირ ესე ჯაჭვად იდგნენ მამები და რა თქმა უნდა ამას ითვალისწინებდა მე სპეცრაზმიც და იქ არ შედიოდნენ და მამების უკან ვინც
შედიოდა ეს პროტესტის მონაწილეები, ყველანი დაცულები იყვნენ აბსოლუტურად. ბევრი რამ კიდევ კეთდება, თქვათ, მამამ ახსენა ციხეებში დაორგანიზებული გვაქვს 30-მდე სასულიერო პირი არის, რომელიც დადის ციხეებში. ჩვენ მათ პროექტებსაც ვაწვდით. ხშირად ხდება, რომ ციხეში რაღაც დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქის სახელით ნობათი იგზავნება. ნებისმიერ პატიმარს შეუძლია რომ მოითხოვოს მოძღვართან შეხვედრა და მორიგე მოძღვრები არიან, ანუ პირდაპირ ამ სამსახურის ციხეებში, სამსახური არის ცალკე ციხეებში, პატიმრებთან მომსახურების, საჯელახსრულების დაწესებულებებში. ნებისმიერ დროს მზად არის ეს სამსახური, რომ ნებისმიერი მოთხოვნა პატიმრის დააკმაყოფილოს, აღსარება იქნება ეს თუ ისე საუბარი იქნება გასამხნევებლად და ასე შემდეგ. და მე მინდა გადაცემის ბოლოს თქვა, რომ აი ჩვენი სამსახური ქართლის მოქცევის 1700 წლის თავს ხდება არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული წარსულის დიდების გახსენებით, რომ რა გაგვიკეთებია, ჩვენს წინაპრებს რა გაუკეთებთ, არამედ ეხლა ამ წუთას ვაკეთებთ ამას. ვაახლებთ რაღაცა იმპულსს სამისიონერო მსახურებაში, შევდივართ სკოლებში, კაპელანები დაორგანიზებულია ჯარში, იგივე კაპელანების მსახურება არის საჯელახსრულების დაწესებულებაში. ეს სასულიერო პირები, რომლებზეც მთელი გადაცემა ვისაუბრეთ, რომლებიც ემზადებიან, რომ ესე ჩამოყალიბდნენ კარგ პედაგოგებად, გამოცდილ პედაგოგებად წლების განმავლობაში და გააახლონ სიტყვა, რომელიც მიაღწევს საფრთხო სიტყვა, რომელიც მიაღწევს ბავშვებამდე. აი ეს ძალა. გეკეთებათ კიდევ დაგეგმილია არაერთი ახალი პროექტი, რომელიც თავისთავად განსახორციელებელია უკვე მომავალ წელს. და მე მინდა გითხრათ, რომ მამამ ახსენა ძალიან ნიშანდობლივია, როდესაც მივედით თავდაცვის სამინისტროში ჩვენი პროექტით, იქაც რაღაცა მზაობა დაგვხვდა ამის ბანაკებში, რომ ჩვენ გვეთანამშრომლოთ. შემთხვევითი არ არის. შემთხვევითი არ არის, რა თქმა უნდა, მე გეტყვით, რომ პატრიარქის ჩვენ ახლა ვართ იმ ასაკში, რომ პატრიარქობის ასაკს ემთხვევა თითქმის. მოვიდა თაობა, რომელიც პატრიარქობის დროს გაიზარდა. და ძალიან ხშირად ხვდებით სხვადასხვა უწყებაში, სხვადასხვა გარემოში ადამიანებს, რომლებიც სტიქაროსნები იყვნენ თავის დროზე, მგალობლები იყვნენ თავის დროზე, ზოგმა მედავითნეობა იცის, ახლა საერთოდ არ იყენებს, იმიტომ რომ სამსახური აქვს ესეთი, მაგრამ აი თითქოს პატრიარქმა გამოგზარდა თაობა, რომელიც ზოგი სასულიერო პირია, ზოგი საერო პირია, ზოგი სახელმწიფოს უწყებებში მუშაობს და ჩვენ როდესაც ხვდებით ერთმანეთს ვიგებთ პრობლემას. ძალიან იოლი არის სასაუბროთ. პრობლემის გადაწყვეტისათვის ძალიან იოლად პოულობთ გზებს, საერთო ენას. და ეს არის ალბათ შორს მიმავალი გეგმა პატრიარქის, რომელმაც ძალიან ბევრი რამ დაითმინა იმისათვის, რომ თაობას გაეგო, რა სიკეთე შეიძლება გაუკეთოს ეკლესიამ მას და რა სიკეთე შეიძლება მისცეს მოძღვრებამ. და მინდა აქედან გამომდინარეც მინდა რომ პატრიარქს დიდი მადლობა გადაუხადოთ ჩვენ მივულოცოთ აღსაყდრების 48 წლის თავი, მალე დაბადების დღე მოდის და მრავალჟამიერ უსურო მის უწმინდესობას. ჩვენს დიდი სიამოვნებით მოგისმენთ თამარ ზუსტად აი რაღაცა პროექტებია, რაც ბევრად არანაკლები მნიშვნელოვანია. ეს არის ახალგაზრდულ სააგენტოსთან ამ წელს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი და 5000-ზე მეტ ახალგაზრდას შევხვდით ბანაკებში და წინა წელთან შედარებით თუ წინა წელს მხოლოდ იყო თქვა ღირებულებითი განათლება და სპექტაკლი და იმის გარჩევა და ასე შემდეგ წელს დაემატა და წინა წელსაც სხვადასხვა წელს გაორმაგდა ადიქციის თემა. ანუ დამოკიდებულება
ეთქვა სხვადასხვა რაღაცებზე და სხვადასხვა წელს ბევრად უფრო წარმატებული იყო ვიდრე იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი იხვეწება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე კაპელანთა კორპუსზე თქვა მამაო, ესე თავდაცვის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც კაპელანთა კორპუსის გაძლიერება იგეგმება და გარკვეული სქემა არის, როგორ უნდა განვითარდეს წლის განმავლობაში და თავდაცვის სამინისტრო ჩვენთან ერთად, ჩვენ სამსახურთან ერთად ინტენსიურად მუშაობს სხვადასხვა ღონისძიებებზე, მაგალითად ჯარში როგორ ჩატარდეს სემინარები, როგორ ჩატარდეს სარწმუნოებრივი ღირებულებითი თემატიკები, საიდუმლოების შესახებ თუ აინტერესებთ ჯარისკაცებს და ასე შემდეგ უამრავი. და ასევე ეს განათლების სამინისტროში ბრძანება, რომელიც ეხება ღირებულებით განათლებას, ადრე თუ იყო მხარდამჭერი ბრძანება, რომელიც ღირებულებით განათლების მხარდაჭერას ითვალისწინებდა, ეხლა თვითონ ესე ვთქვათ სტრუქტურა შეიქმნა სამსახური, რომელიც კონკრეტულად მოემსახურება ღირებულებით განათლებას. ანუ ჩათვალეთ, რომ ორი მხრიდან არის ეს მხარდაჭერა და გვერდში დგომა ამისა. ასე რომ და რაც შეეხება მომავლის პროექტებს, ცოტა გვეშინია კიდევ ფიქრობთ, რომ აი რაც გვაქვს ესენი შევინარჩუნოთ მაქსიმალურად, თუმცა იდეები ძალიან ბევრია, მაგრამ ადრე თუ რაღაც იყო რა იდეა და მოდი მოვიტანოთ, დღეს აი ამ იდეების მხარდაჭერა არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავიდან მიაღვნიშნეთ, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანს სჭირდება კომუნიკაცია, მისი პრობლემის გაზიარება, იმიტომ რომ ხარისხი სხვანაირად არ მოდის. ასე რომ მეც მადლობას ვეთქვი უწმინდეს, მეუფეშიოს და ყველა იმ ადამიანს, მამებს, რომლებიც დიდი სიხარულით ერთვებიან ამ პროცესში და ჩვენც კიდე მოგწეს ძალა და შესაძლებლობა რა ეს ხარისხი ამ წელსაც მაქსიმალურად შეერჩა. მამაგურამს ვეთქვი მადლობას, იმიტომ რომ ესე იგი არ ჩანს თითქოს, მაგრამ ერთელი ეს ოპერატიული ნაწილი, რომელიც საჭიროებს ადმინისტრაციას, აი ამ პროცესების უამრავი პროცესები ჩამოთვალეთ ახლა ჩვენ თქვა მასწავლებლთან ურთიერთობა, მასწავლებლების სახლთან ურთიერთობა, უკავშირი, ანალიზი ამ სულ ყველაფერს დიდი ნაწილი მამაგურამზე გადადის და მამაგურამი ყოველთვის მზად არის ჩვენთან თანამშრომლობისთვის და ხაზზე ჩვენთან პირველი. ჩვენთან და მეოფეშიოს მადლობა გადაუხავდა, რომ ესე იგი ნაბიჯ ნებისმიერი ეს ჩვენი წამოწყება, ნებისმიერი იდეა, რა თქმა უნდა, მასთან თანხდება და მისი კურთხევით და დაკორექტირებით და ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და მივდივართ წინ და მადლობა ღმერთს ძალიან გვიხარია, რომ ეს შედეგი იდება. ბევრ წარმატებულ პროექტს გისურვებთ ასევე მომავალ 2026 წელს, რომელზეც რა თქმა უნდა, მომავალ და მინდა მეუფეებს უთხრა მადლობა, რომლებიც ესეთი შეფასებით, პოზიტიური შეფასებით შეხვდნენ ჩვენს პროექტებს და ეპარქიებში, ესე იგი არის საშუალება, რომ გამოვითაროთ ეს ყველაფერი. დამდე შობა ახალ წელს გილოცავთ, დიდი სიყვარულით და დაგემშვიდობებით აუცილებლად მომავალ წელს ჩვენს გადაცემებში. მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები.